ავლაბარში ვართ და გურჯაანის 22 ნომერში არის პატარა საცხობი. მცირე ზომის არის და შესაბამისად სახელიც პატარაა. პატარა საცხობი, კარგად მოიფიქრეთ. ეს რა კარგია, რომ ბადე გაქვთ, მაგრამ ხო იღება, როდესაც თქვენ ემსახურებით, ხო? ხო? ანუ ბუზი რო არ შემოფრინდეს, ხო, მაგრამ ალბათ მაინც არის, ხო, ამის საშიშროება. აქედან ნამდვილად სუფთა ჩანს, მაგრამ აი მადონა რასიპოვის ეხლა სამზარეულოში ჩვენ არ ვიცი. მაცივრები სუფთაა, სტიკერი აი ამ პროდუქცია არის. ამაზე სტიკერი არ არის. ცოტა არის პროდუქტი და პროდუქტი ძირითადად ვადიანია. პროდუქცია სუფთად არის განლაგებული და სუფთად იყიდება. ბადეები არის ფანჯრებზე, ღუმელი სუფთაა, ჭერი მოწესრიგებულია, ნუ იატაკზე ცოტა არის გატეხილი, მაგრამ ეს არაფერი არ არის, იმდენად სიფთავე და მოწესრიგებულია ყველაფერი. მოდით დავათვალიეროთ ასორტიმენტი, ფუნთუშებია, ძალიან გემრიელად გამოიყურება. ეტყობა რომ ახალ-ახალია, ცხელ-ცხელი, ჰოთ-დოგები, ღვეზელი და რა თქმა უნდა ხაჭაპურები. სუფთა სინებია, არ ვიცი ეს რა არის, გამწოვია ვენტილატორი რაც არის, მაგრამ სუფთაა, გაწმენდილია და ეს ნამდვილად მოსაწონია. აბრაც კი არის მოწესრიგებული შავზე თეთრად. აწერია ხაჭაპური, ლობიანი, პატარა საწყობი, ყველაფერი გასაგებია. მე მომწონს გარეგნულად და იმედია რომ შიგნიდაც იმედებს არ გაგვიცრუებს ეს პატარა საწყობი. ზუსტად მეტრო ავლაბრის უკან არის პატარა ქუჩაზე, გურჯაანის 22 ნომერში ეს საწყობი, რომელიც მე მომეწონა, იმიტომ რომ გარედანაც და შიგნითაც არის საკმაოდ მოწესრიგებული. და ეს არის სველი წერტილი საპეცფარეში. თურქული ტიპის უნიტაზის გამოყენება კვების ობიექტზე ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ფეხსაცმლის გამოცვლის არსი არის ის, რომ გარედან არ შემოვიტანოთ რამე ჭუჭყი და ასე შემდეგ. სისუფთავე დავიცვათ ობიექტზე. რაც არ უნდა გახეხილი და გასუფთავებული იყოს უნიტაზი, როდესაც ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ, ამ შემთხვევაში წვეთები გადმოდის და ისვრება ჩვენი ფეხსაცმელი. ნუ კარგი თუ გავიწმინდეთ, ეს კარგი მდგომარეობა იქნება, მაგრამ ზედაპირები, რა თქმა უნდა, ზედაპირებს ვერ გავასუფთავებთ და ამიტომ არის გარკვეული მოთხოვნები საპეცფარეშოს მიმართ და ვთვლი რომ აი ესეთ საპეცფარეშოები როგორც მინიმუმ არ უნდა იყოს. ვინაიდან სტაფიც აქ ტერიტორიულად გამოდის და შედის სამზარეულოში და ეს არის მათივე ტერიტორია, ეს ტერიტორიაც ისევე უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც შიდა ტერიტორია. გარედან ძალიან ბევრი მტვერია და რეკომენდაციაში ვტოვებ იმას, ეს ფერი რუხი ფერის არის, მაგრამ პერიოდულად იმედია რომ შეცვლიან.